მე მინდა ბატონ ოთარ დანელიას მიმართო კითხვით და გთხოვთ რომ კიდევ ერთი ინფორმაცია წარუდგინოთ მოსახლეობას. მე ვიცი რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში იყო მცდელობა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის რთულთან დაკავშირებით. მე მინდა მანამდე მოკლე რეზიუმე გავაკეთო. იმისა თუ რა გაკეთდა ჩვენი მთავრობაში ყოფნის დღიდან დღემდე. უკვე მესამე წელია უპრეცედენტოდ წარმატებულ თვალს ვატარებთ. ყველას მინდა შევახსენო რომ არასოდეს არ ყოფილა არათვასთი ინტერესი. ამის ნახევარი ინტერესი არ ყოფილა წინა მთავრობის დროს. რომელი მთავრობა გახსოვს რომელიმე ადამიანს ჩვენი ხელისუფლების უпростоრად ჩვენს ქვეყანაში რომელმაც დაპირებული 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელა. რა თქმა უნდა, კერძო სექტორის დახმარებით. დღემდე არის 1 მილიარდ ლარამდე ჩადებული ინვესტიცია სოფლის მეურნეობის დარგში. ასეთი ასე ვთქვათ ინტერესი ამ დარგის მიმართ არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა. უკვე მესამე წელია ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ უფასო ხუნათვესვის პროგრამას. მოგეხსენებათ მესამე წელია უკვე იაფი აგროსესხების პროგრამა წარმატებით გრძელდება. ჩვენ დავიწყეთ პროგრამა აწარმოეთ საქართველოში. რთველის შედეგად, რთველის წარმატებული რთველის შედეგად კახეთის რეგიონში შევიდა 290 მილიონი ლარი. 290 მილიონი ლარი შევიდა კახელი გლეხების ოჯახში, ფერმერების ოჯახში. აქედან დაახლოებით 100 მილიონი ლარი იყო სუბსიდირება. რაც სახელმწიფომ გაიღო. 2 წლის წინ გასულ წელსაც სუბსიდიის თანხა თეთრ ყურძენზე იყო 35 თეთრი. წითელზე იყო 15 თეთრი. აგერ არის ბატონი ოთარი დამეთანხმება. ეს არის რეალური ფაქტები. წელს რამდენი გვაქვს სუბსიდირება? წელს გვაქვს იგივე. თეთრზე გვაქვს 35 თეთრი, წითელზე გვაქვს 15 თეთრი სუბსიდირების თანხა. ანუ ჩვენი მხრიდან სახელმწიფოს მხრიდან არაფერი არ შეცვლილა. ახლა რა მდგომარეობა კომპანიებში? ღვინის კომპანიებში. მოგეხსენებათ რომ მანამ სანამ რუსეთის ბაზარი გაიხსნებოდა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მეღვინეებისთვის. და არა მხოლოდ რუსეთის ბაზარი, არამედ ევროპის ბაზარიც გაიხსნა. ახლა ჩინეთის ბაზარზე მუშაობთ და გაიხსნება. უფრო მეტი აქტიურობა საჭირო კომპანიების მხრიდან. რომ სახში არავინ არ მივოდა, არავინ არ გადაუხდის სახში ღვინის ფულს. კომპანიებს ადრე შეეძლოთ, იმიტომ რომ სხვა რეალობა იყო, სხვა სოფლიო ბაზარზე იყო, სხვა რეალობა, სხვა ვითარება იყო. შეეძლოთ მეტი ყურძნის ყიდვა და მეტის გადახდა. ის ფასი რომელიც დაფიქსირდა 2 წლის წინ, 3 წლის წინ იყო სწორედ ბაზარმა განაპირობას თქვათ. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების თანხა იყო 35 თეთრი და 15 თეთრი იყო წითელ ყურძენზე. ასე რომ დღეს იგივე იყო, ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია. უბრალოდ დღეს კომპანიებს აქვთ ჩაწოლილი პროდუქცია, ღვინის მარაგები აქვთ, რომელსაც ვერ ყიდიან პრაქტიკულად, იმიტომ რომ ექსპორტის კლება გვაქვს, ღვინის ექსპორტის კლება გვაქვს 60%-ით. იმიტომ რომ კრიზისი არის სერიოზული. არა მხოლოდ რუსეთში, უკრაინაში, არამედ მთელ სოფლიოში. ისი არ არის რომ საქართველოს არ შეეხოს მხოლოდ კრიზისი. ჩვენ ამას ვერ მივახცევთ, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მიახცევს ამას. მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყანა როგორც ჩვენ ვართ. ასეთი პატარა მცირე ეკონომიკით. ასე რომ მე მინდა ახლა მივმართო პოლიტიკოსებს, რომელსაც აქვთ პრეტენზია რომ არიან პოლიტიკოსები. რომ მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს წინანდ არის მიმართული. მე ვიცი რომ ერთ-ერთი დეპუტატი ვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად. გლეხებს თვეების განმავლობაში 10 თეთრს არ უხდიდნენ ხოლმე ყურძენის ფასს არ უხდიდნენ. რომელ სუბსიდირებაზე იყო საუბარი წინაწლებში. ახლა ეს ადამიანი იმის გამო რომ ესე იგი დაუმტკიცოს კიდევ გუბერნატორს არა კახეთის არამედ ოდესის ერთგულება ჩადის და აქტიურობს. მე მინდა მიმართო სამართალდაცვო ორგანოებს. ბატონ ღებრიშვილს რომ გთხოვთ რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილ სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ.
ადგილზე თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა. ეს არის ყოველად დაუშვებელი, რომ დღეს ისეთი დისკრედიტებული ორგანიზაცია, როგორც არის ნაციონალური მოძრაობა, ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით, რაღაც ინტრიგანული მეთოდებით, პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რაღაც იმ რთველის ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას და იმ ფონის გაუარესებას და მოსახლეობის დაძაბვას. მე მესმის იმ გლეხების, იმ პატიოსანი ადამიანების, რომლებიც არ აქვთ ინფორმაცია და ამდენს არ უხსნიან. და ხდება მათი შეცდომა შეყვანა. ახდენენ გავლენას რაღაც გარკვეული ჯგუფებით, ამ საჭირო მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, ბატონოთარ. და კოლეგებო, თქვენ ყველა, მინდა რომ მაქსიმალურად გამჭვირვალეთ წარმართოთ ეს პროცესი. რომ არავის არ გაუშვდეს რაიმე განცდა, რომ სახელმწიფომ ან მცდელობა დააკლო, ან რაღაც სუბსიდირების თანხა შევამცირეთ. არამც და არამც. მე გავიმეორე და ამაზე ვარ პასუხობელი, რომ რაც იყო ბოლოს 3 წლის განმავლობაში, იგივე თანხა დავტოვეთ ჩვენ დღეს წელს. ეს გვიждდება დაახლოებით 60 მილიონ ლარამდე წელსაც დაგვიждდება მაგდენი. ჩაბარებით ყველაფრით, ხო? ანუ ერთი არის სუბსიდირება და მეორე არის რასაც ჩვენ ჩავიბარებთ. გარანტირებულად. და მე როგორც ვიცი მინისტრისგან, დღეს დიდ საუბარი ბატონოთართან, თეთრი ყურძნის ფასი იქნება 70 თეთრი, თვითღირებულება თეთრი ყურძნის არის 30-35 თეთრი. ანუ 100%-იანი მოგებით აბარებენ ისინი ყურძენს კიდე. კერძო ქარხნებში დაფიქსირებული 70 თეთრი ჩვენ გარანტირებულად, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ჭარბი, მზად ვართ 60 თეთრში მივიღოთ. სახელმწიფო წითელი ყურძენი რა არის მაშინ? 85 და ზევით. 85 თეთრი და ზემოთ ღირს წითელი ყურძენი, 70 და ზევით თეთრი ყურძენი. კი ბატონო. შესაბამისად მე ვიდა ვთხოვო ყველას, რომ ეს სიტუაცია უნდა დავაწყნაროთ. მოსახლეობა დავამშვიდოთ, უნდა ავუხსნათ, რომ წელს კომპანიებს აქვს რთული ვითარება. ფიზიკურად ისინი რომ არ გაეთვალისწინებინათ ასე ვთქვათ პოლიტიკური სიტუაციაც, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაც, თელის ფაქტორები. მე არ გამოურიცხავ იმ ვარიანტს, რომ კომპანიების დიდ ნაწილს უმეტესობას უარი ეთქვა საერთოდ ჩაბარებას. ეს ნამდვილად ასე შესაძლოა ყოფილიყო დიახ. ამ კომპანიებმა თავიანთ თავზე წაიღეს რისკი, მე მათიც მესმის. იმიტომ რომ შეუმცირეთ გაყიდვები, რუსეთში ვეღარ გააქვთ იმდენი, ევროპაში ნაკლებად ძიმედ გადის. ექსპორტში კლება გვაქვს, ასე რომ რთული ვითარება ამ მიმართული კომპანიებს აქვთ ძიმე ვითარება. სახელმწიფოს რაც შეუძლია 60 მილიონ ლარამდე ხარჯავს. რას დახარჯა გასულ წელს, იგივეს დახარჯავს წელს. ეს არის სუბსიდირების თანხა. და მე მინდა ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ კახეთის გარდა ჩვენ გვაქვს 9 რეგიონი. იქაც რთული ვითარება, მეგობრებო. პრობლემები არის ყველგან. სტიქია იყო სხვა რეგიონებშიც. და ყველა ადამიანს თანაბრად უნდა დავეხმაროთ. მე ასეთი პოზიცია მაქვს. და გთხოვთ, რომ რა თქმა უნდა თქვენ პროვოკატორებს არ უნდა შეხვდეთ. მე ვიცი რომ მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა თქვენ და შეხვდეთ, მაგრამ მე გირჩევდით რომ არ შეხვდეთ თქვენ პროვოკატორებს. და არ მისცეთ ვიღაც დესტრუქციულ ძალებს საშუალება რომ გამოიყენონ ეს შეხვედრა სიტუაციის უფრო დასაძაბვად. თქვენ შეხვდით მოსახლეობის კონსტრუქციულ ნაწილს, ჯანსაღ ნამდვილ ადამიანებს, ნამდვილ ფერმერებს და არა უბრალოდ გადაცმულ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომელსაც ვენახი საერთოდ არც უნახავთ თვალით. არც ვენახებთ, არც ყურძენი აქვს და საერთოდ არ ანაღლებთ ქართული გლეხის მდგომარეობა. აი ეს არის რეალობა, რომელიც მინდოდა რომ ამეხსნა მოსახლეობისთვის. იმედი მაქვს რომ ჩვენი მედია ამ ყველაფერს გააშუქებს და არ დაამახენჯებენ. ისე როგორც ხანდახან შვევიათ. დღის მდგომარეობით რამდენია ჩაბარებული, რამდენი ტონა ჩაბარებული? არსებული სიტუაციით 7000 ტონაზე მეტი უკვე არის ჩაბარებული ქარხნებში. ჩვენ დავამატეთ კიდევ დამატებით წარმადობები, მიუხედავად იმისა, ამის აუცილებლად ნამდვილად არ არსებობს, ვინაიდან სიმწიფე გვიანდება და რეალურად ალბათ 2-3 დღეში უფრო აქტიურ ფაზაში შევართ თველი, მაგრამ ჩვენ გვინდა ვიყოთ დაზღვეულები, რომ არავის არ კონდეს მიზეზი, რომ ვერ აბარებს სადღაც ამ პრობლემას. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, ნამდვილად სწორად ბრძანეთ, ჩვენ 300 მილიონ ლარამდე უკვე შეუვიდა გახელ გლეხებს სწორედ რთველიდან, ბოლო ორი რთველის შედეგად 14 მილიონ ლარზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში დავხარჯეთ. ხოლო მიმდინარე მელიორაციის პროექტები არის დაახლოებით 70 მილიონის, რომლის ძალიან დიდი წილი მოდის სწორედ რომ კახეთზე 150 მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი
იაფი ფულია გაცემული სწორედ ამ დარგში, ესე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ბუნებრივია მათ აქვთ ალტერნატივები. ჩვენ ასევე შევარჩიეთ მერიის დახმარებით ქალაქ თბილისში 15 ადგილია შერჩეული, სადაც შეუძლიათ რეალიზაცია და ლარიდან 2 ლარ 9-მდე მერყეობს ყურძნის პასი და ასევე არის დაახლოებით 20-დან 25,000 ტონამდე მოთხოვნა ზოგადად როგორც რეგიონებიდან, ისე თბილისიდან და რეგიონებშიც ყველგან გამოყოფილია სარეალიზაციო ადგილები. მალოთ, მე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მინდა რომ აღნიშნო. ასეთი პროვოკაციული ქმედებებით, ასეთი უსარგებლო ხმაურით, აჟიოტაჟით ეს ადამიანები მე გულისხმობ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას, აპირისპირებენ კახეთს და კახეთ-გლეხს დანარჩენ მოსახლეობას, დანარჩენ რეგიონებს. მე შეგახსენებთ, რომ ვაშლის მოსავალი აბსოლუტურად განადგურდა გასულ წელს იმის წინ. ციტრუს მოსავალი გაუფუძნეთ, მოსავალი. ახლა ვერ დაკრიფეს, ვერ გაყიდეს. თხილის მოსავალი სამეგრელოში. ეს რა ხდება, რა აჟიოტაჟია ვერ გავიგე. გასაგებია ჩვენ თქვით, რომ ესე იგი მევენახეობა არის სტრატეგიული მიმართულება და სწორედ ამდენი ხელშეწყობის შედეგად 4000 ჰექტარზე მეტი არის გაშენებული ახალი ვაზი, ახალი ვენახი. თუ ეს საქმე არ არის, მეგობრებო. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დაახლოებით 30%-ით გაიზარდა მოსავალი. ჩვენ წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს 200,000 ტონამდე ყურძენს ველოდებით სწორედ ამ ხელშეწყობას. როდის დაფიქსირებულა ბოლოს, ბატონო უთარ, თქვით რომ უთხრათ მოსახლეობას. შარშანი იყო ესე იგი. ყურძნის პასი, მე ვიცი, სპეკულაციურ ფასებიც კი იყო. 3 ლარამდე გადაიხადა. 3 ლარი და 5 ლარ ნახევარი, 2 ლარი. და რამდენიმე შემდეგ გლეხი ალაპარაკეს რომ 2 ლარად როგორ გავყიდო ყურძენი. აბნევენ მოსახლეობას. ამიტომ მე მინდა მივმართო ჩვენს ზურფას მევენახეებს, ჩვენს ფერმერებს და ჩვენს გლეხებს, რომ ნუ შეხვალთ შეცდომაში. არ მიცემთ საშუალება არავის, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენო. დგანან ბირჟაზე, 20-30 კაცს დააყენეს ბირჟაზე. რა უნდა ქართულ გლეხს ბირჟაზე? რას დგანან ბირჟაზე? და ყურძენი უფუძდებათ. დღეს. აი ეს არის რეალობა. და მის ირგვლივ ასე ფონს უქმნიან აქედან თბილისიდან ჩასული ნაციონალურ მოძრაობის აქტივისტები. ეს უსუსური ადამიანები, მართლა დესტრუქციული ადამიანები. რომელსაც ცხოვრებაში არ უნახავთ, არც მიწაზე უმუშავეეთ, არც ვენახი უნახავთ და არც ყურძენი არ მოუყვანიათ, არასოდეს. და აცხადებენ რომ იჩაგრებიან. მოგეთ მე მინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო რომ სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ არის. შტაბი არის გამართული. ყველა ნიუანსი გვაქვს გათვლილი. იქ არის პოლიციაც გვეხმარება, ბატონი მღებრიშვილი არის ჩართული, მისი უწყება გამოყოფილი ყავს თავისი ჯგუფი, ადგილზე არის ჩასული და ეხმარებიან ჩაბარებაში რომ არავით არ შეფერხება არ ქონდეს, ყواسია ბატონო გოგა, თქვენ ეხმარებით, ყველა უწყება ფინანსის სამინისტროს უწყება გეხმარებათ, ყველანი. ასე რომ არავით არ პრობლემა არ ექნება მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების კუთხით. და ამ ასე ვთქვათ პროვოკატორებს ნუ მოусმენთ და მოაციეთ ეს პროვოკატორები ამ რეგიონიდან. ბოლოს მინდა აღნიშნო რომ ჩვენთვის რა თქმა უნდა ზურფასია ყველა ადამიანი. მე მესმის მათი ემოციურობის, მესმის რომ შეიძლება 2 წელი შეეჩვენენ ასე ვთქვათ ლარ სუბსიდია და კომპანია. სუბსიდირების თანხა იგივე იყო სახელმწიფოსგან მაშინაც, შარშან და შარშანწინაც. ეს შედარებით ცირია, მაგრამ ეს ასე ვთქვათ კრიზისული პერიოდი, რომ მთელ სოფლიოშია და არა ჩვენ ქვეყანაში. ერთად უნდა გადავიაროთ. უნდა გავიაროთ ერთად და რესეულად. სხვა არაფერი სერიოზული არ მოხდება. ჩვენ სტაბილურ პოლიტიკას ვაწარმოებთ. გვაქვს ჩვენ, ასე ვთქვათ, იმედი რომ ძალიან მალე ჩინეთის ბაზარის გაიხსნება. რუსეთის ბაზარი არის გახსნილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი ფერმერებისთვის. ევროპის ბაზარი არის მნიშვნელოვანი, რომ დაითვისოს მეწარმეები, უნდა ითვისონ, იმუშაონ აქტიურად რომ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზეც. ასე რომ მაქსიმალურად ჩვენ ვცდილობთ რომ დავეხმაროთ ჩვენს მეწარმეებს. მთავრობა კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო რომ ამ 3 წლის განმავლობაში უკვე ბიზნესმენს ეხმარება აძლევს უფასოდ მიწას, ფართობს, კრედიტის, ესე იგი 13%-იანი კრედიტის პირობებში 12%-ს უფინანსებს, 11%-ს. მეწარმეებს უწევთ 1 ან 2%-ს გადახდა. მეტი რა უნდა გავაკეთოთ? მე კითხვას ვსვავს რიტორიკულს, მაგრამ ნუ თუ არ შეიძლება ახლა ამ ყველაფრის შეფასება ადეკვატურად. და თუ შეიძლება ბატონო პრემიერ-მინისტრო, ასევე მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზართან დაკავშირებით საზოგადოება მიცოდეს რეალურად რა მდგომარეობაა.
მე მინდა ყველა შევახსენო 2005 წელს ღვინის ექსპორტი იყო დაახლოებით 57 მილიონი ბოთლი, საიდანაც 52 მილიონი ბოთლი გავიდა რუსეთში. მხოლოდ ჩვენ პირობებში დამკვიდრდა 2005 წელს ხო? 2005 წელს დიახ. მხოლოდ ჩვენს პირობებში რეალურად პრაქტიკაში დავნერგეთ ჩვენ დივერსიფიკაცია, რასაც ქვია. მე ვფიქრობ, რომ ტერმინის გარმატება კარგად არ ესმოდათ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ციფრები. ჩვენთან მზარდია აზიისა და ევროპის ბაზრები, ჩვენ ახალ ბაზრებზე შევდივართ, რაც საერთოდ ღვინის ინდუსტრიისთვის არის ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევა, ეს მინდა ყველა მიცოდეს და ასევე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ექსპორტის თვალსაზრისით, როდესაც ეგრეთ წოდებული ემბარგო იყო რუსეთთან, საქართველოსთან სულ ექსპორტზე გასულია 10 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი და იმპორტზე შემოსულია 1,187 მილიონი დოლარის საქონელი რუსეთთან. აი ეს იყო ემბარგო და ეს იყო დივერსიფიკაციის პოლიტიკა მაშინ. ეს უბრალოდ საზოგადოებამ რო კარგად იცოდეს. დიდი მადლობა. კი ბატონო.